დემონი ანდრასი 10 კვერთხი და ჩვენი საუბარი მცირე რიტუალზე დამწყებთათვის. ეს იქნება ჩემი სიახლე თქვენთვის. ამ ვიდეო ჩანაწერში გეტყვით რა არის ჩემი მიზანი, რომ ამ მეთოდის მიხედვით შეგაძლებინოთ, გადახვიდეთ 10 კვერთხის არკანში. იქ თქვენ შეძლოთ გაიცნოთ ის სამყარო, იქაური არქეტიპები, რომლებიც იქ მოცემულ გამოსახულებას და ზოგადად იმ სივრცეს უკავშირდება. შეძლოთ ჩაატაროთ შინაგანი სამუშაო. დაუპირისპირდეთ საკუთარ პრობლემებს, სირთულეებს. ესაუბროთ თავად იმ პერსონაჟს პირადად და ბოლოს უკვე, როდესაც იქნებით მზად, შეხვდეთ დემონ ანდრას. დემონ ანდრას, რომელთანაც მე პირადად მაკავშირებს მე რამდენი 10 წლეული უძვირფასესი და ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობის, რომელსაც აქვს თავის საფასური და მე ეს საფასური გადავიხადე ძვირადაც ჩემი შეცდომების გამო, სანამ ვიყავი ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი, თუმცა ანდრასი იყო ჩემი მასწავლებელი. ძალიან კარგი და ერთგული მასწავლებელი, რომელმაც შეუცვლელი და წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს სულში. როგორც მე გითხარით, ყოველი დემონი, რომელიც თქვენს გზაზე გახდება თანამგზავრი გარკვეული პერიოდით თუ შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე, ამის არჩევანს ისინი განიჭებენ თქვენ, ზუსტად ეს არის მთელი საშიშროება. მას ასე გავაგრძელოთ. ისინი დატოვებენ წარუშლელ კვალს, თავიანთ ანარეკლს, ანაბეჭს თქვენს სულში. ამიტომ განსაკუთრებით დემონ ანდრას დიდი სიფრთხილით მივუახლოვდით. მე მინდა რომ დაგეხმაროთ დემონ ანდრასთან დაკავშირებაში და ამიტომ ჩემი თხოვნა ესე თქვენი სასიკეთოდ არ იჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში და ზოგადად არც ნებისმიერ შემთხვევაში მე არ ვაგებ პასუხს თქვენს შეცდომებზე. თუ თქვენ გაქვთ პრეტენზია და ამბიცია იმისა, რომ შავი მაგიის ხელოვნების და გარკვეულწილად რაღაცეებში ხელობის დაუფლებამდე მიხვიდეთ, პირველი იარაღი თქვენთვის გულწრფელობასთან ერთად არის მოთმინება, მოთმინების გამომუშავება და სიხარბის დავიწყება. ჩვენ უკვე გქონდა საუბარი იმაზე, რომ ანდრასის კავშირი ტაროს არკან 10 კვერთხთან იდეალურად ხსნის ამ არკანის უკიდურესად მძიმე დესტრუქციულ მხარეს. იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად გავიგოთ, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ვიზუალური და სიმბოლური კავშირი. თუ ანდრასი მოდის როგორც ანგელოზი, რომელსაც აქვს ყორანის ან რაღაც ყვავის ზოგი ბუს ამსგავსებს თავს, ის ზის შავ მგელზე და ხელში მახვილი უჭირავს. ვიცით უკვე, რომ თესავს შუღლს, მტრობას
განხეთქილებას. აქ შეგახსენებ და ისევ კვლავაც გავავლებ 10 კვერთხის პარალელს. კლასიკურ ტაროში ადამიანს დააკვირდით გამოსახულება მიაქვს 10 კვერთხი, მძიმე კვერთხი და მას აქვს დაფარული სახე. ის ძლივს დგამს ნაბიჯს. ანდრასის კონტექსტში ეს კვერთხები აღარ არის უბრალოდ სამუშაო ტვირთი. ეს არის ამასთან ერთად იარაღი. კონფლიქტები და აგრესია, რომელიც ადამიანმა დააგროვა და მასვე ანადგურებს. ეს არის ომის ტვირთი, გამოცდილება, დაგროვილი სიბრაზე, დაღლილობა ამ სიბრაზისგან. აქ იგულისხმება ყველანაირი ცხოვრებისეული გადაღლა, რომელიც იწვევს აგრესიას და თქვენვე განადგურებთ. თუ ჩვენ განვიხილავთ არკანის მნიშვნელობას, ანდრასის გათვალისწინებით მის ეგრეგორში, როდესაც ის დიაგნოსტიკაში ან ზოგადად პრაქტიკაში ამოგივათ, მე გასწავლით თქვენ ტაროს რიტუალებს ნელ-ნელა. 10 კვერთხი ანდრასთან კავშირში, როდესაც მას განიხილავთ. როდესაც გექნებათ მუშაობა ასეთ საკითხებში, იცოდეთ, რომ ეს არის ისევ შეგახსენებთ ანდრასთან დაკავშირებული, როდესაც იქნება სამუშაო, ან როგორც გითხარით ამის წინა ვიდეოში, როდესაც თქვენ გადაწყვეტთ და თუ გადაწყვეტთ მასთან უშუალო და რაღაც პერიოდის განმავლობაში მუდმივ ურთიერთობას, ეს იქნება ყოველდღიური ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ უნდა ჩადოთ გარკვეული ენერგია, მიმართოთ მის მიმართ ყურადღება და სადაც არის მიმართული ყურადღება, იქ იქნება მიმართული ენერგია. მასთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ ტაროს დასტა, რომელსაც თქვენ მას აჩუქებთ. და როდესაც ამოვა მასთან ურთიერთობის დროს, მისივე დასტიდან, რომელიც იქნება ახალი, გამოუყენებელი და მხოლოდ მისთვის და არავისთვის, მარტო მისი იქნება და ამოვა 10 კვერთხი, ეს იქნება მნიშვნელობის მატარებელი, რომ არის უკონტროლო რისხვა და ნგრევა. რომ ადამიანი საკუთარ თავში ატარებს იმდენ ბოღმას, სიბრაზეს და აგრესიას, რომ ეს ტვირთი ფიზიკურად ანადგურებს და გაანადგურებს მის სხეულს და ფსიქიკას და ის არის საკუთარი რისხვის ტყვე. დაპირისპირება, რომელიც აღწევს პიკს, მეორე მნიშვნელობა, ომს. ეს არის მომენტი, როდესაც კონფლიქტი, ცეცხლის სტიქია, ემოციების სტიქია, მიაღწევს მაქსიმუმს, ანუ რიცხვი 10. და მდგომარეობა ხდება უკვე უმართავი. ანდრასი ადამიანს უბიძგებს ბოლომდე შევიდეს კონფლიქტში, მაშინაც კი თუ ეს მას დაღუპავს. აქ გავჩერდები და გეტყვით, რომ ანდრასი არის შესანიშნავი მასწავლებელი იმისთვის, რომ თქვენ გაასწავლოთ, როგორ ლამაზად და გამოუსწრებლად შეგიძლიათ დაანგრიოთ თქვენი ცხოვრება და დაასრულოთ ყველაზე ცუდი ვერსიით, თუ კი თქვენ წარმოიდგენდით თქვენს ავადმყოფურ ფანტაზიებში. ან ვერ წარმოიდგენდით. ყოველ შემთხვევაში ეს არის დემონის სიურპრიზი,
ყველაზე მძიმე, ცუდი და საზარელი გაგებით. როდესაც თქვენ მას დაусმევთ კითხვას ან გექნებათ ტაროს რამე სეანსი, მაგიური დიაგნოსტიკის მიმართ, უფრო სწორედ ამ თემაზე და ამოვა 10 კვერთხი, ეს ნიშნავს, რომ არის მაგიური თავდასხმა. წყევლა განადგურებაზე, რომელიც არის ანდრასის გავლენის ქვეშ. თუ კი თქვენ მიაღწევთ ოსტატობის იმ დონეს, რომ ტაროს არკანების მიხედვით გააკეთოთ, ჩაატაროთ ისეთი სეანსები, ანუ გაშლები, სადაც თქვენ თვითეულ დასტაში, უფრო სწორედ არკანში ამოიცნობთ, თუ რომელი დემონი მოქმედებს რიტუალში. ანუ რომელი დემონის ძალა. ნებისმიერი ტრადიცია, რომლითაც კეთდება ესა თუ ის, დესტრუქციული სამუშაო ატარებს დემონურ თვისებებს. და რაც არ უნდა სახელები დაარქვან მათ სხვადასხვა ერების წარმომადგენელმა, სხვადასხვა ეთნოსის, ანუ სხვადასხვა ეროვნების ხალხმა, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში ისინი ბოლოს ერთიანდებიან ერთ უსასრულო და აღურაცხელი ლეგიონის სახელწოდებაში, ესეც პირობით სახელწოდებაში, რასაც ქვია დემონური სამყარო, რომლის მიღმაც როგორც სახელწოდების, ასევე მნიშვნელობის მიმართ იმალება აურაცხელი, ენით აღუწერელი სტიქიური ძალა და ძალიან დიდი საიდუმლო. ძველი ღვთაებების ჩათვლით მიგანიშნებთ. ამიტომ თქვენ უნდა ისწავლოთ, თუ დააპირებთ ტაროს შესწავლას, ყოველი დეტალი თითოეულ არკანზე. და მეგითხარით, რომ მაგიური დიაგნოსტიკის დროს ერთმა ჩემმა გამომწერმა თხოვა ამას წინათ, რომ როგორც ადრე აკეთებდითო მაგიური დიაგნოსტიკის შესახებ ვიდეოებს, მოკლე ვიდეოების სახით მოგვაწოდეთ მაინცო, თუ შეიძლებაო. ამ შემთხვევაში შემიძლია მაგიური დიაგნოსტიკის თემის სეზონიც გახსნილად გამოვაცხადო. ჩათვალეთ ძვირფასო ქალბატონო, რომ ეხლა უკვე არის ნეგატივის დიაგნოსტიკის კომბინირებული, შეიძლება ვთქვათ, ვიდეო ჩანაწერი. მოკლედ ანდრასის მეშვეობით გაკეთებულ ნეგატივს თუ ეძებთ 10 კვერთხის სახით, ეს ატარებს მნიშვნელობას მტრებისგან ორგანიზებულ მასიურ თავდასხმას. გააჩნია რა კარტები ამოვა. ეს იქნება ან მოსალოდნელი თავდასხმა, ან ადამიანს, როცა ყველა მხრიდან ურტყავენ, როდესაც არის ჩაკეტილი გზები და ალყაში არის მოქცეული. ასევე ნებისყოფის გატეხვა ძალადობით. ანდრასი ცნობილია იმით, რომ შეუძლია მოკლას, როგორც მოსარჩლე, ანუ ის, ვინც შეუკვეთავს ვიღაცას თქვენთან ან თავად მსხვერპლს. ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერი პიროვნება, ვინც შეეხება ანდრას არის მსხვერპლი.
მათ შორის პრაქტიკებიც. თუ ვინმე ოსტატი ანუ პრაქტიკოსი მე მათ მაგისტრატებსაც ვეძახი, გააჩნია რა ხარისხში არიან ამ მხრივ ჩვენს რეალობას, როგორც ყველა სხვა სფეროს ძალიან უჭირს, მაგრამ რას ვიზავთ. მოკლედ, ნებისმიერი პრაქტიკოსი, ანუ ოსტატი, თუ არ გამოიჩენს სიფხიზლეს, 10 კვერთხი აფრთხილებს, რომ ხდება ძალთა გადამეტება. როდესაც ადამიანი იღებს მაგიურ პრაქტიკას, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ეს ენერგია მას გაანადგურებს. ანუ აქ ჩვენ ხედავთ დემონ ანდრასის პირდაპირ გამოვლინებას ოსტატის, თუ ის ოსტატია, მით უმეტეს თუ არ არის სამყაროში. მესამე საკითხი, ფსიქოლოგიური და ყოფითი ასპექტი. ვიცი, რომ თქვენთვის არის საინტერესო იმის მოსმენა, თუ როგორ ვლინდება ანდრასი და 10 კვერთხის სინთეზი, ანუ ერთიანობა რეალურ ცხოვრებაში, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ანდრასის ენერგეტიკული სიხშირე არის უკვე თქვენს სიბრტყეზე, თქვენს სივრცეში, ანუ თქვენს სინამდვილეში. თქვენ მიხვდებით, რომ იწყებთ მტრობას ყველასთან, ოჯახში, სამსახურში, სამეგობროში, ვისთანაც კი გაქვთ შეხება, თუნდაც მაღაზიაში, რიგში. რომც არ გინდოდეთ, თქვენ გადახვალთ რაღაცა ომის რეჟიმში, რომელსაც არ ექნება მიზეზი. ამ ომში არ არის მთავარი მიზეზი. მთავარია ომი. ანუ დაპირისპირება, კონფლიქტი და ასე შემდეგ. და თქვენ იგრძნობთ, რომ მთელი სამყარო არის თქვენს წინააღმდეგ. ეს არის ზუსტად ის 10 კვერთხის იზოლაციის ეფექტი, ანუ თქვენ თავს იგრძნობთ ისე განმარტოვებულად და დაგებადებათ აზრი თითქოს არსაიდან. თითქოს ყველაფერი რომ კარგად არის. რომ მთელი სამყარო არის თქვენს წინააღმდეგ, უახლოესი გარემოცვაც კი. დაგეწყებათ პარანოია და გადახვალთ მუდმივი თავდაცვის რეჟიმზე. და ეს გამოიწვევს თქვენს ენერგეტიკულ გამოფიტვას. ეხლა მე მაინტერესებს, რომ თქვენამდე მოვიტანო ეს შეკითხვა და დაგისვათ ის შეკითხვა, რამდენად მზად ხართ და რამდენად ფლობთ საკუთარ ნერვულ სისტემას და საერთოდ თუ აცნობიერებთ, ეხლა რასთან გაქვთ საქმე. და მე გარანტიას გაძლევთ. იმის შემდეგ, რაც თქვენ გააზრებით და ყურადღებით მოისმენთ ჩემს ამ ჩანაწერს, დაიწყებთ ამაზე ფიქრს. თქვენს ცნობიერში მოხვდება ჩემი სიტყვები დემონ ანდრასის შესახებ. შემდეგ ეს დაილექება თქვენს ცნობიერში და დაიწყებს მოქმედება. სინამდვილეში არანაირი რიტუალები დემონებს ეგრეთ წოდებული გამოძახებისთვის არ სჭირდებათ. თქვენ უბრალოდ ავლენთ ამით თქვენს ნებას, რომ თქვენ გაგაგებინონ რა ძალის პატრონები არიან. ამიტომ კარგად გაიაზრეთ, რასთან გაქვთ საქმე. და არ მაფიქრებინოთ, რომ ჯვარი გიკეთიათ და ხატები გაქვთ დაბრძანებული ოთახში და იქ ასე დიდ მკრეხელობას ჩადიხართ და გაქვთ ჩართული ეს ვიდეო, ისმენთ ჩემს საუბარს, და იქვე ოთახში ხატია დაბრძანებული.
100,000 ანდრას იმსახურებს ასეთი ფარისეველი. ასე რომ გაფრთხილდით. ეხლა განვიხილოთ 10 კვერთხი ანდრასის გავლენით, რაც არ არის უბრალოდ გადაღლა. თქვენ გახდებით საკუთარი რისხვის მსხვერპლი, როგორც გითხარით. როდესაც ანდრასის ენერგია 10 კვერთხში ვლინდება ადამიანის საკუთარი ხელით, მიათრევს იმ იარაღს, რომლითაც მას მოკლავენ. ან მეტაფორული და ღმერთმა დაგიფაროთ, თუ დროზე მოხვალთ გონს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, პირდაპირ გაგებით. ეხლა ჩვენ ძალიან ვრცელი საუბარი გვექნება დემონ ანდრასზე. იმდენად ვრცელი, რომ მე მირჩევნია დავყო ეს ვიდეოები ასეთ 20-25 წუთიანი ჩანაწერების რაღაც სერიებად. დავარქვათ სერიები. იმედი მაქვს, რომ არ მოგაბეზრეთ თავი, ეხლა ავტვირთავ ამ ვიდეოს და მერე თუ მექნება ამის ნერვები და სურვილი, გავაგრძელებ შემდეგ ჩანაწერზე მუშაობას. და ვეცდები, რომ მცირე სინჯისთვის, რომ მოსინჯოთ თქვენი ძალები, მოგცეთ პატარა რიტუალი, ინსტრუქციით, თუ როგორ უნდა კარლ რაიდერის მეთოდით, რომელიც წინა ვიდეოში მქონდა მე განხილული, მოკლედ YouTube არხზე დევს ეს ჩემს ტრანსლაციებში. უფრო სწორედ მე მგონი ერთადერთი ტრანსლაცია არის, იმიტომ რომ მე ეს მქონდა წაშლილი რაღაცეები. ეგ არ უნდა იყოს წაშლილი, თუ ვიდეოზე YouTube-ზე ნახავ ტრანსლაციებს, იქ უნდა იყოს მე განვიხილე ეს პირდაპირ ეთერში, მაშინ და მოკლედ კარლ რაიდერის მეთოდით, თუ როგორ უნდა შეხვიდეთ, რომელიც მე მაშინ განვავრცე და ჩემი გამოცდილებას თქვი, როგორ უნდა შეხვიდეთ გამოსახულებაში, კერძოდ მიხვდებით, როგორ უნდა გადახვიდეთ არკანში 10 კვერთხი. სანამ მიიღებთ იმ ინსტრუქციას, დავიწყებ 10 კვერთხის არკანის დეტალურ განხილვას, რომ თქვენ გქონდეთ წარმოდგენა მის შესახებ და შემდეგ უკვე მოგცემთ ინსტრუქციას. მოკლედ, შემდეგი ვიდეო იქნება ამ თემაზე. გისურვებთ წარმატებას ყველა კეთილ საქმეში. თავარია, სანამ ცოცხალია ადამიანი გაარკვიოს, რა არის სიკეთე.